BBC-ს დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება ხელისუფლება ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ საერთაშორისო დავის დასაწყებად ემზადება. საკითხი ურთიერთბრალდებების თემაა კვლავ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. ქართული ოცნების განმარტებით აკრძალული ნივთიერება კამეტი არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესყიდული არ ყოფილა. ხელისუფლებამ ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ დავის საერთაშორისო სასამართლოში დაწყება, როგორც გითხარით, უკვე დაანონსა. პარალელურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323 და 319 მუხლებით. უკვე გამოიკითხნენ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ის რესპონდენტები, რომლებიც BBC-ს ფილმში წყაროებად არიან დასახელებული. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული მოწმეების განცხადებებს ამ ეტაპზე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორ პანიკაში არის ოცნების მთლიანად მთელი სახელმწიფო ვერტიკალი ჩავარდნილი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში იყვნენ დაკითხული ის მოწმეები, რომლებიც კონკრეტულად ასახავენ ამ მთელ სიტუაციას და რა თქმა უნდა, დაკითხულები იყვნენ ის პირები, რომლებიც დღესდღეობით გამოდიან და საუბრობენ აი ამ ფაქტზე, ზოგი უარყოფს ამას, ზოგი ეთანხმება ამას. სახიფათო ვითარებაში ვართ, სახიფათო ვითარებაში იმ მხრივ, რომ სინამდვილეში ქართული ოცნების აღრეული გზავნილები მიუთითებს იმაზე, რომ ხო დაადასტურა მათ შორის ირაკლი კობახიძემ, რომ რაღაც აკრძალული ნივთიერება იყო გამოყენებული და ამას ახლა იკვლევს 1 წლის თავზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი თქმით, როდესაც ეს წინასწარ უნდა ყოფილიყო გამოკვლეული, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და დადგება მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს არის ქართული ოცნება და არა მხოლოდ მოწამვლის საკითხზე, არამედ იმ წამებაზე, რასაც უყურებდით ჩვენ. ჩვენ ვნახეთ, რომ სანამ გამოძიება დაიბარებდა ამ ხალხს, ეგრეთ წოდებულ წყაროებს, მანამდეც თქვეს, რომ ჩვენ კვლევა არ ჩაგვიტარებია და საერთოდ არ ვიცით ეს ქიმიური იარაღი რა ხარისხის არისო, ან საერთოდ არის თუ არა ქიმიური იარაღიო და როცა მივიდნენ გამოძიების პროცესში და დაკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, იქაც დაადასტურეს, რომ პრაქტიკულად ისინი ემიჯნებიან BBC-ს მიერ გამოქვეყნებულ აი ამ ინფორმაციას და რა გამოდის? მაშინ რაზე დაყრდნობით გააკეთა BBC-მ ეს განცხადება. BBC-ს საქმე გამოჩნდა, რომ არის ძალიან მდარე ხასიათის პროპაგანდისტული ნაბიჯი. ეს ყველა მხრიდან ჩანს უკვე მათი მთავარი მოწმეები უარს აცხადებენ უკვე იმ ინფორმაციის გაცემაზე, რასაც დაეყო BBC. ამბობენ, რომ ჩვენ არაფერს შუაში ვართ, ეს საკითხი ჩვენ არ შეგვისწავლია, ლიტერატურის გაცნობაც კი ვერ მოვასწარით. მოკლედ ყველა ერიდება უკვე ამ საქმეს, იმიტომ რომ სამართლებრივ ჯერში რო გადავიდა, უკვე მოერიდნენ ამას ყველაფერს. და კიდევ ერთხელ გაშიშვლდა BBC-ს ეს ცრუ ნარატივი, რომელიც არაფერს არ ეყრდნობოდა.